რუსული გაზპრომის ცნობით 2025 წელს საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდა. გაზპრომი აცხადებს, რომ ისტორიაში პირველად 2025 წელს ჩინეთს უფრო მეტი გაზი მიაწოდა ვიდრე ევროპას. წინასწარი მონაცემებით 2025 წელს გაზპრომმა გაზსადენ ციმბირის ძალის მეშვეობით ჩინეთს 38.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 24.8%-ით მეტია. კომპანიის ცნობით 2025 წელს გაიზარდა ექსპორტი ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაშიც. კერძოდ 22.2%-ით გაზარდა რუსული გაზის მიწოდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში, ხოლო საქართველოში 40.4%-ით. ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორ იყენებს რუსეთი თავის გაზს და ელექტროენერგიას პოლიტიკურ ბერკეტად საქართველოს წინააღმდეგ, რაც 2006 წელს ალბათ ყველას კარგად ახსოვს, როდესაც გაზმომარაგება საქართველოს ჰქონდა შეწყვეტილი წილად კავკასიაში ამ გაზ მომარაგების დაზიანების გამო. და ამის შემდგომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლა რუსული გაზი და შემდგომ აგვისტოს ომის შემდგომ საერთოდ გათავისუფლდა რუსული დამოუკიდებლობის კუთხით. გაზდილი რაოდენობა გაზის ერთის მხრივ უკავშირდება გატარებას, რომ საქართველო ატარებს მათ შორის რუსულ გაზს, მაგრამ მეორე მხრივ არის მათ შორის ქართული ბაზრისთვის მოხმარების გაზდა, რაც კომერციულ სექტორს უკავშირდება. ამიტომ ევროკავშირი, რომელიც 2027 წლიდან საერთოდ თავისუფლდება რუსული გაზიდან და მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ისტორია, რაც უკავშირდება რუსეთის მხრიდან გაზის გამოყენებას პოლიტიკური მიზნით და საქართველოს დასჯას ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გაზპრომმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საქართველოში 51%-ით გაზარდა ბუნებრივი აირის მიწოდება. რაც ნიშნავს იმას, რომ 90-იან წლებში ბრუნდებით. ეს არის პირდაპირ საფრთხე ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და რატო არის საფრთხე წელს აზერბაიჯანთან გაზდის ხელშეკრულებას ვადა სოციალურ ტარიფზე, დაბალ ტარიფზე, რომელიც გააფორმა მიხეილ სააკაშვილმა და სოკარი იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან დაბალი ფასით. რუსული გაზი ბევრად ძვირი ღირს, რაც ნიშნავს იმას, რომ პუტინის ომმა რომ გაზპრომი აქცია წამგებიან კომპანიად, ბიძინა ივანიშვილი იქნება ახლა კრემლის მაშველი რგოლი, ის მიიღებს ფინანსურ სარგებელს ამაში და ჩვენ გაგვიძვირდება ცხოვრება, გაძვირდება ბუნებრივი აირის ფასი და ტარიფი, გაძვირდება პურპროდუქტებზე ფასები. რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტი 2019 წლიდან მზარდია, რასაც CEMEC გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. საქართველო გაზს ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს.